მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე მარო ვარ, თქვენ უყურებთ ჩემს ავტოვლოგს და დღეს გვექნება Toyota Venza-ს განხილვა, რომელიც არის ჰიბრიდული crossover-ი სედანის კომფორტით და SUV-ის პრაქტიკულობით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადაუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან ჩვენს გვერდით და გვეხმარებიან ყოველივე იმას, რასაც ვაკეთებთ ამ არხზე. პირველი ჩვენი გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import, რომელიც არაჩვეულებრივი ავტომობილების ჩამოყვანაში დაგეხმარებათ როგორც ამერიკიდან, ისე კანადიდან უკარგესი ტარიფით. ამიტომ აუცილებლად დაუკავშირდით, გამოითხოვეთ მათგან პირობები და მიხვდებით, რომ ნამდვილად კონკურენტუნარიანი კომპანია. ჩვენი მეორე სპონსორი არის კომპანია SOCAR Georgia Petroleum, რომელიც ამ ვიდეოშიც გაათამაშებს 50 ლიტრს საწოლს, რომელთაც შეგიძლიათ ერთი აბზი სრულიად უფასო თავსოთ, თუ რა თქმა უნდა რაღაც 100 ლიტრიანი აბზიანი მანქანა არ ყავთ. ჩვენი მესამე პარტნიორი არის Dunkin-ი, რომელთანაც ახლა გავივლით ცოტა ხანჩეც დავიძრებით და დრაივზე რა თქმა უნდა ყავას ავიღებთ, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ყავა და განსაკუთრებით ესეთ ამინდებში, როდესაც უკვე დათბა, ცივი ყავა არის Dunkin-ის საუკეთესო, ამიტომ ზუსტად მაგას დავაგემოვნებთ და ჩვენი მეოთხე პარტნიორი არის კომპანია Little Georgia, რომელიც სურნელოვანი არომატიზატორებით გვანებივრებს ხოლმე. აი, რამდენმა ადამიანმა იცოდეთ ამ მანქანის შესახებ, აი Toyota Venza რომ არსებობდა და ესეთი crossover იყო და აი რამდენმა იცოდეთ ამის შესახებ. მე მაგალითად არ ვიცოდი. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა SUV-ში Toyota-ს ეს მოდელი თუ ჰყავდა. ამ მანქანაზე გავიგე პირველად, იმიტომ რომ არც საქართველოს ცენტრებში, ან Toyota-ს ცენტრებში, არც თბილისის ქუჩებში არასდროს არ შემხვედრია. აი, როდესაც გავიგე მისი არსებობის შესახებ, მე უფრო ვაკვირდებოდი ხოლმე თუ შემხვდებოდა. არც მაშინ არ შემხვედრია საერთოდ. ანუ თბილისში მე პირადად, რა თქმა უნდა, დარწმუნებულად ეყოლება ვიღაცას ხა ერთადერთი ხომ არ იქნება, მაგრამ იმდენად იშვიათია, რომ აი ამ Venza-ს გარდა მე ეს მოდელი არ მინახავს. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს მანქანა Toyota მაწარმოა უფრო ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის და ამ მანქანის პატრონი ეძახის Prius-ის Jeeps. ალბათ იმიტომ, რომ ჰიბრიდული რადგან არის, თან ძალიან ეკონომიური არის, როგორც ამბობს, მაგრამ რეალურად Toyota-ს თუ დავუჯერებთ, ეს არის უფრო და ისედაც კლასით SUV-ში Camry-სა და Avalon-ის ექვივალენტი. Venza-ს ისტორია იწყება 2008 წელს. 2008 წელს იყო ის დრო, როდესაც პირველად გამოვიდა Venza-ს პირველი თაობა და იმდენად უშნო და მახინჯი მანქანა არის, რომ არც მიკვირს საქართველოში რომ არ არის პოპულარული ყოველდღიურ ავტომობილებში, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მინივენია, ანუ მაგას ჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც უნდა ყოველდღიური გადაადგილებისთვის ავტომობილი არასდროს არ იყიდო და რა ვიცი, ერთადერთი რაღაცა 5 ბავშვიანი ოჯახი თუ იყიდეს, იმისათვის რომ ბევრი ადამიანი ჩაეტიოს და დიდი საბარგული ქონდეს, ან რა თქმა უნდა კომერციული გამოყენებისთვის მინივენს რაშიც იყენებენ, თორემ ესე რომ ადამიანმა როგორც ახლა ეს ავტომობილია ყოველდღიური სიარულისთვის იყიდოს, მაგისთვის 2008 წლიან Toyota Venza-ს არავინ არ იყიდდა. 2012 წელს დააპდეითეს, მაგრამ ისევ იგივე დარჩა. არაფერი არ შეცვლა, ოდნავი რაღაც რესტაილინგს რაც ეძახიან, ეგ გააკეთეს იდეაში 2012 წელს, იმიტომ რომ ბოდიკიტი იგივე იყო, ისევ მინივენს გავდა, ისევ ისეთი უშნო იყო. როგორ არის იცი, ეს ავტომობილი რეალურად ააგეს Toyota Camry-ის ბაზაზე. აი წარმოიდგინეთ Toyota Camry-ის ბაზას რო დაადგან. უფრო მინივენის корпуსი დაადგეს და Camry-ის მინივენი იყო, მაგრამ აი 2020 წელს ავტომობილმა განიცადა სრული ტრანსფორმაცია, აი 180 გრადუსით შემოტრიალდა. 2008-იან და 2012-იანს ჩაგისვამთ აი ფოტოებს უფრო კარგად რომ შეადაროთ, რა იყო და რა გახდა. მახინჯი იხვის ჭუჭული გადაიქცა გედად, თეთრ გედად, რომელიც არის მართლა ულამაზესი და მოდი ახლა დავიწყოთ ამ ავტომობილის ვიზუალის განხილვა. ვიზუალურად არის საკმაოდ ლამაზი, ანუ ერთადერთი აი ეს ცოტა წვეტიანი ცხვირი ესეთი იქნება რა, სადაო იქნება ვის მოსწონს, ვის არ მოსწონს, მაგრამ საერთო ჯამში ცხვირიც გვერდითაც უკანა ნაწილიც იმდენად ლამაზ ვიზუალს ქმნის, რომ ძალიან კარგი მაღალი კლასის SUV-ის შთაბეჭდილებას იძლევა. ნუ არის კიდევაც. გვერდიდან რომ შეხედავ, აი მე პირადად გვერდიდან და უკნიდან რომ შევხედოთ, აი ხა უკანას რო გადავალთ, იქაც ნახავთ, უფრო Lexus-ისკენ წავიდე ვიდრე Toyota-სკენ, იმიტომ რომ Toyota-ს ფორმები მაინც უფრო განსხვავებულია. Lexus-ის ფორმები და ეს ხასიათი ყველა მოდელში, ყველა SUV-ში ძალიან იგრძნობა ხოლმე და აი ეს ავტომობილი უფრო რაღაცა Lexus-ის მხარეს არის, როგორც ვიზუალით, ასევე ინტერიერთან და კომფორტითაც, ვიდრე უფრო Toyota-სკენ. აი გვერდიდანაც რო შეხედავთ, უკან ნაწილში უფრო იგრძნობა ეს, აი ხა უკანა საბარგულზე გადავიდეთ, თან საბარგულს გაჩვენებთ და თან ნახეთ როგორი ლამაზი რაღაცა გამოყვანილი, რამდენიმე დონიანი უკანა მხარე აქვს, რაც კიდევ უფრო ლამაზ ხდის ამ ავტომობილს და აი ეს გადაბმული უკანა სტოპი, რომელიც აი ეს გამოწეულია და გვერდებიდან იწყება და უკან გამოსდევს და შემდეგ გვერდზე გადადის, აი ეს
პირდაპირ Lexus-ის ხასიათია. არც არის გასაკვირი ახლა Toyota Lexus-ი რამ გაყო ბიძაშვილები არიან, მაგრამ მაინც იგრძნობა ხოლმე რა Toyota არის უფრო ბიუჯეტური ვარიანტი და მნიშვნელოვნად განსხვავდება ხოლმე ვიზუალში Lexus-ისგან და Lexus-ი უფრო მაღალი კლასის და აი ეს არის Toyota Lexus-ი. ეხლა ნახეთ უკანა საბარგული რამ ხელა აქვს. ზოგადად მე რომ ამ მანქანაზე რაღაც ინფორმაციები მოვიძიე სხვადასხვა ფორუმებზე არის ხოლმე მიმოხილვები რა, რას ფიქრობენ მაგალითად მათი მომხმარებლები, რომ აი როგორი მანქანა, ფასთან მიმართებაში, რამდენად ღირს ამ ავტომობილის შეძენა, პლუსები რა არის, მინუსები რა არის და მინუსებში ეწერა ერთი პატარა საბარგული. მაგრამ ანუ მე ვერ ვიტყოდი ახლა რომ ამ ავტომობილს აქვს პატარა საბარგული. არაფრით არ განსხვავდება Toyota RAV4-ისგან. იმიტომ რომ Toyota RAV4-შიც დაახლოებით იგივე მოცულობის სივრცე არის და ეხლა აი ეს საბარგული მე საერთოდ არ მიქნის იმის შეგრძნებას რომ სადმე რომ წავალთ და ბევრი ადამიანი 5 ადამიანი ხო ეტევა 5 ადამიანი ჩავსხდებით 5 ადამიანის ბარგი არ დაეტევა ანუ 5 ადამიანის ბარგი დაეტევა თან ისე რომ აი თამამად რომ შეგიძლია ყველაფერი წაიღო რა გოგოებმა როგორც ის ხომ ჩემოდანს წავიღოთ ჩანთაც წავიღოთ და პატარა ჩემოდანი ზემოდან მივაყოლოთ საკმაოდ დაეტევა მიშა ძალიან ეჭვს თვალით უყურებ და რატო არ დაეტევა ეხლა ნახე ერთი ესე თუ ჩავალაგებთ გვერდულად დალაგებულ ჩემოდნებს ერთი სამი ჩემოდანი ესე ჩადგება ორი ესე ზემოდან ჩანთები არა ძალიან კარგად ჩაეტევა მე საბარგულს მინუსად ვერ დავუწერდი საერთოდ იმიტომ რომ 101 შეხედვით ძალიან დიდი სივრცე ჩანს და ზოგადად ხო იცით რამ ხელა სივრცე ჩანს ხოლმე საბოლოოდ იმაზე მეტი ჩაეტევა ხოლმე იმიტომ რომ რა ვიცი ჩემ მანქანებს ძალიან პატარა საბარგული აქვს მაგრამ იმდენ რაღაცას ვალაგებ ხოლმე რომ რა ყველაფერი ეტევა და არა საბარგულს მინუსად ნამდვილად ვერ დავუწერდი საკმაოდ კარგია ახ გადავიდეთ ჩავსხდეთ უკანა სავარძელზე და ვნახოთ უკანა მგზავრებისთვის რამდენად კომფორტულია და ზოგადად რა აქვს შემოთავაზებული Lexus-ია უფრო თუ Toyota სანამ ჩავიჯები კიდევ უნდა აღვნიშნო ძალიან ლამაზი უკანა ნაწილია გვერდიდან რომ შევხედავ განსაკუთრებით აი მე ხო გიჟდები ზოგადად ნაკუთებიან ავტომობილებზე და CHR-ი არის აი ესეთი მანქანა დაახლოებით რომელსაც აი ესეთი დახრილი უკანა მხარე აქვს და თან გამოკვეთილი ფორმები ეგეთია ზუსტად და მე ძალიან ვაფასებ ხოლმე დიზაინში ეგეთ რაღაცებს იმიტომ რომ მგონია რომ მანქანა მაგ დროს არის უფრო სახასიათო და თვალში მოსახვედრი ვიდრე აი ჩვეულებრივი გლუვი ფორმები რა მაგალითად აი Highlander-ს როგორც აქვს აი Highlander-ი ჩემთვის ყოველად უინტერესო SUV-ია, ყველანაირად. ზომაც რო იქით იყოს რომ ძალიან დიდია, წარმოგიდგენთ Prado-ც კი მირჩევნია მაგას, მიუხედავად იმისა, რომ Highlander-ი ბევრად უფრო კლასიკური და კომფორტული ტიპია ვიდრე Prado. კაი, ჩავждეთ ხო უკან მხარეს. ჯერ ნახეთ რა ლამაზი სალონი აქვს. სადმე რომელიმე Toyota-ში გინახავთ წითელი სალონი, მე არასდროს მაგალითად და პირველად ამ მანქანის სალონი რომ ნახე, ანუ ამ მანქანის ფასი ჩემს თვალში 1-2 დაამაღლდა, იმიტომ რომ წითელი სალონი ზოგადად ყოველთვის ძალიან მომგებიანი. ახლა BMW-ში ხო ძალიან მოგწონს წითელი სალონი, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურია და აი აქაც რაც არ უნდა იყოს, აი ეს ფერი ძალიან მაღალი კლასის შეგრძნებას იძლევა. ეხლა ნახოთ როგორია უკანა სავარძელი. კარგი. ანუ მართლა კარგია. რო გითხრათ ახლა რომ ხელა სივრცე მაქვს რომ ძალიან დიდი თქო, ეგრე არ არის. სავარაუდოდ აქ რაღაცები ცოტა მაღალი ადამიანისთვის არაკომფორტული იქნება. აი ჩემზე ერთი თავით მაღალი ადამიანი ძალიან გაწვალდება აქ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა ამ ხელადგილია დარჩენილი. წინაც ახლა ეს სკამი ჩემთვის მე ამ ხელზე არ მაქვს მოწეული უბრალოდ როდესაც გადმოდიხარ, აჩერებ მანქანას და გადმოდიხარ სკამი უკან გადის რომ კომფორტულად გადახვიდე. ნუ ცოტათი წინ რო ვივარაუდოთ ახლა ამ ხელაზეც რო იჯე წინ ძალიან მაღალი მძღველი, ნუ არ შევწუხდებოდი რა, ახლა კარგად დავჯდებოდი. მაგრამ ცოტა წინ რო იყოს უკეთესი იქნება, ცოტა მეტი სივრცე რომ მქონდეს უკეთესი იქნებოდა. სამი ადამიანის ჩაეტევა კარგად. ორი უფრო კარგად, იმიტომ რომ შუაში ბარსაც გადმოწევენ და ქორჭიქის ჩასადებიც ჰქონიათ. ხო, ან ჩემი ზომის ადამიანისთვის უკანა სავარძელი ნორმალურია. ნუ ცოტა ის ვისაც არ უყვარს უკან ფანჯრები საკმაოდ პატარა არის და ეს ცოტა დისკომფორტს შეუქმნით. მაგრამ ჩემთვის ახლა კომფორტულია, მაგრამ აი ჩემზე ცოტა დიდი ადამიანისთვის ეგ გაითვალისწინეთ, რომ არაკომფორტული იქნება. 4 ადამიანის დაჯდომა ცოტა საწვალებელი იქნება. ვერ დასვათ 4 ადამიანს, ან ძალიან უნდა გაიჭიროთ და მოკლედ ეგ არის კომფორტ, რაც შეეხება ესე რაღაც არანაირი ფუნქციები იმისთვის არ არის, გზავრისთვის არ არის. მხოლოდ ფანჯრის აწევა და წევა შეუძლია. ძღოლი რო ჩართავს იქ გათბობა გაგრილებას, თუ უკანაც გამოვხო, უკანაც წამოვა, დეფლექტორები არის და ეს რა არის აქ? ო, USB კაბელები ყოფილა 2 ცალი.
ეს რომ წელშიც არის გამოსული, მაშინ Type-C არ იყო თლად პოპულარული 2021-22 წლიანია ეს ავტომობილი და ესეთ Type-C კაბელი კარგი იქნებოდა რომ ჰქონოდა, მაგრამ არ აქვს ხო. უკან მგზავრობის ახლა რო თქვა რომ რაღაცა განსაკუთრებული კომფორტია თქო და აქ მგზავრობა ძალიან მოეწონება მეთქი. ეგრე არ არის, იმიტომ რომ უფრო მძღოლის მანქანა ვიდრე უკან მგზავრის. წავიდეთ ახლა, გადავიდეთ მძღოლის მხარეს და იქიდან ვისაუბროთ მძღოლისთვის რამდენად კომფორტულია. დღეს უნდა გავხსნათ ახალი სურნელი. ეს მე მგონი არც გამომიყენებია და ეხლა მეც პირველად დავტესტავ. ეს არის ახალი მანქანის სურნელი. აი ახალი მანქანის ცენტრში გამოყვანილ მანქანის ცენტრიდან გამოყვანილ მანქანებს რო ვთხოვე. ეგეთი და ვნახოთ ახლა როგორია. ნო, რაღაც ფრეშ სუნი აქვს ძალიან. ნახოთ ახლა რო გააფრქვევს. ეხლა კი ცოტა ჭარბად გააფრქვევს. ხო იცით ეს პარკში უნდა იდოს და არ უნდა მოიღოთ ხოლმე სანამ ბოლომდე არ ჩამოხვალთ აქამდე, მაგრამ ნახოთ ახლა როგორი სურნელი ექნება. აი, ახლა დავიწყოთ სალონზე საუბარი. ნახეთ, აი ამ ნაწილს თუ შეხედავთ, Lexus-ია, საჭეს და ეკრანს რომ შეხედავთ, Toyota. Shifters ორივეს თითქმის ერთი და იგივე, მაინც უფრო Lexus-ია, ტორპედოთი Lexus-ია. სავარძლებითაც Lexus Toyota, მოკლედ, ჰიბრიდული ვერსია, არა მარტო ძრავში, არამედ სალონშიც. მე საერთო ჯამში ამ ავტომობილის სალონი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე Toyota RAV4-ის, ნუ არც არის გასაკვირი Toyota RAV4 არის ამაზე დაბალი კლასის SUV. ამ მანქანაში რომ ვზივარ, მართლა აი აქ რო Toyota-ს ემბლემა არ იყოს და კონდეს Lexus-ი, ჩვეულებრივად დავიჯერებდი რომ Lexus-ში ვზივარ და ოდნავი ეჭვიც კი არ შემეპარებოდა. იმდენად კარგი, ლამაზი დახვეწილი სალონი აქვს Toyota-s კვალობაზე. იმიტომ რომ Toyota-s ამ წლოვანების მოდელებში ეს ფუფუნება ნამდვილად არ არის. არც დიდად Highlander-ში და ნუ RAV4-ში მით უმეტეს. Highlander-ში კიდე შეიძლება რა. ნუ Prado-ზე საუბარი არ მაქვს თუ 2024-25-იან მოდელზე არ ვსაუბრობთ. კარგია. აი ეს გადაბმული ბარი ძალიან მომწონს, აქ ორი ჭიქის ჩასადები გვაქვს, აქ შიგნით საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, სადაც შემიძლია ტელეფონი დავდო. ბარი გვაქვს აქვე და ასევე რა თქმა უნდა ხელთათმანების უჯრა, ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკი. აი მანქანის დაქოქვის ღილაკი აქვს ძალიან საოცარ ადგილას. აი აქ. გინახავთ ოდესმე აი აქ იყოს შემალული მანქანის დაძვრის ღილაკი. მე პირველად ვნახე მაგალითად ძირითადად არის ხოლმე აი აქ. და აქ ძვრები საჭის ქვეშ არის აქ. ნუ დისკომფორტს შემიქმნის თქო ვერ გიტყვით. გეტყვით უბრალოდ თავიდან ალბათ უფრო ეს მომიწევს რომ აბა სადა აქვს. ეკრანი არის სუფთა Toyota-დან მოტანილი. ეხლა მოდი თან გავაქტიუროთ მანქანა. სკამი წინ და უკან დადის, როდესაც დაგხვევთ წინ მიდის და თქვენ ზომაზე დგება, როდესაც გათიშავთ, უკან გადის, რომ უფრო კომფორტულად გადახვიდეთ, როგორც გითხარით. მაჩვენებელთა დაფა არის ნაწილობრივ ციფრული და ნაწილობრივ მექანიკური. ციფრული ნაწილი აქვს საკმაოდ დიდი. ხო, რაც RAV4-ში ძალიან იშვიათია ხოლმე ზოგადად. ძალიან კარგად და ლამაზად არის გამოტანილი ყველაფერი, მთელი ინფორმაცია, რაც გჭირდება. აქ განსაკუთრებულ ახალს ვერაფერს ვერ ნახავთ. რაც Toyota-ში არის, ძირითადად ის არის და არაფერი განსაკუთრებული, უფრო მეტად აქ არის ხოლმე ეს ინფორმაციები გამოტანილი, მაგალითად როგორ მითხარ და ნუ მოძრაობის დროს აქ გიჩვენებთ ელემენტითად იხარ თუ უკვე ბენზინსაც იყენებს ავტომობილი. სავარძელი აქ სხვა შორის ძალიან ლამაზი, ანუ ტაფა სავარძელი არ არის, საკმაოდ ისეთი მორგებულია შენს ანატომიაზე, დასაჯდომით, მისაყუდებელიც. მატერიალები არის ძალიან კარგი და აქ რაღაცა ნიშანიც ადევს. რა წერია? რაღაცა ბრენდის ტყავია სავარაუდოდ, იმიტომ რომ რკინის ნიშნული აქვს ესე მიკერებული, რომ ამა და ამ ბრენდის ტყავი არის გადაკრული. ლამაზია ძალიან და ფერზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის უკარგესი. აი ეს მანქანა რო იყოს ხსალონი შავი, ესეთი ეფექტი ნამდვილად არ იქნებოდა და ესეთი ლამაზიც არ იქნებოდა რა, მაგრამ აი წითელი ფერი აძლევს უფრო მაღალი კლასის იერსახეს და პირდაპირ გეუბნება, რომ მე კარგი მანქანა ვარო. ეხლა წავიდეთ, გავიაროთ, მოგიყვებით როგორია ამ ავტომობილის ძრავი, წვა, შეგრძნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნება ამ მანქანის სიარული და ეხლა თქვენთან ერთად გამოვცდი ამას.
აი ამ ჰიბრიდული ავტომობილების რა არ მიყვარს ყველაზე ძალიან რომ დააჭერ სტარტის ღილაკს და უნდა დაიქოქოს ხო მანქანა და მოლოდინი მაქვს რომ ან ხმა უნდა გამოსცეს ან უნდა ვიბრირებდეს რითიც მანიშნებს რომ всё გააქტიურდა არა თუ მაჩვენებელს დაფაზე არ შეხედე სადაც რედია წერია მანამდე ვერ გაიგებ მე დავაჭერ ხოლმე მე ისე გაითიშება მე მივხვდები რომ თუ მე უკვე დაქოქილი იყო მოკლედ რა კაი გააქტიურდა არანაირ ხმას და ვიბრაციას არ გამოსცემს ეხლა პირველი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავხსნათ დანქინის აპლიკაცია და შევუკვეთოთ ცივი ყავა აუცილებლად, იმიტომ რომ ეხლა გზაში ავიღოთ. აი ესეთი აპლიკაცია აქვს. დანქინს შეგიძლია შეხვიდე, აირჩიო სასურველი, აი პირდაპირ გადავალ ახლა დანქინის შეთავაზებებში, აირჩიო სასურველი სასმელი და რომ მიხვალ უკვე მზას დაგახვედრები, ანუ ლოდინი აღარ მოგიწევს, ძალიან მაგარია, თან როდესაც რომ შევიძენ ხოლმე ქულებს ვაგროვებ, მე რემ ქულებს გარდა უქმნი თანხებში და უბრალოდ დავლებ ხოლმე ყავას. კაი, მოდი პირველი დავიწყოთ, სანამ შეგრძნებებს გიტყვით, მანამდე ძრავი, ცხენისძალები და წვა, რაც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიბრიდული ავტომობილის განსაკუთრებით ეს გვაინტერესებს ხოლმე. ამასობაში დანქინშიც მოვედით, ახლა ყავა ავიღოთ. აი, ნახე, აქ ვეძებდი. ეხლა რომ გავაჩერე მანქანა, გასათიშ ღილაკს ვეძებდი აქ. ხელი გაგარბის პირდაპირ აქ. ორგანულად, როგორც შიფტერზე გაგირბის, შოულობ ორგანულად ხელი და იცი რომ აქედან უნდა გადარჩი ჩქარი, ისე აქ არის, მაგრამ აქ არის. ნუ ამაზე ცოტა მიჩვევა დაგჭირდებათ. ეხლა ყავას მოვიტან და მოვა. ყავა არის დანკინი განსაკუთრებით ამათი ცივი ყავა ნაყინით ზაფხულში არის, აი არ ვიცი. ყველაზე მაგარი სასმელი. ჩემთვის მოყავს ზაფხული ორ რაღაცას, ამას წინათ ვიდეოში ვამბობდი. ერთი, ანუ რასთან ასოცირდება ზაფხული, რომ შეხედავ ეგრევე ზაფხულია. ერთი არის დანკინის ცივი ყავა ნაყინით და მეორე არის აი საზამთრო რო გდია ხოლმე წყალში და ზემოდან კიდე გამდინარე წყალი დასდის. აი ეს ორი რაღაცა ჩემთვის ზაფხული რაღაცა სხვა იმაში თუ გადავიდეთ და რაღაცა აბსტრაქტული აღარ იქნება. მოკლედ, ეხლა მოდი დავიწყოთ ამ მანქანის ძრავზე საუბარი. ეს ავტომობილი გამოშვებულია 2 და 5 ძრავით, ჰიბრიდული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 219 ცხენის ძალას. რაც საკმაოდ კარგი რაოდენობის ცხენის ძალებია, იმიტომ რომ ჩემ მანქანას მეორე სერიას აქვს 240 და მშვენიერი გაწევა აქვს. ნუ ეს წონაში კი ცოტა უფრო დიდი არის, რა თქმა უნდა და ზომაში, მაგრამ აი ხა ცოტა სწორ გზაზე მინდა რომ მივაჭირო და მაინტერესებს რეაქცია როგორი ექნება. წვა აქვს ამ მანქანას სასწაული. აი იმდენად მაგარი რომ ამ ავტომობილს ალბათ დაგავიწყდებათ ბოლოს როდის იყავით ბენზინ გასამართ სადგურზე, იმიტომ რომ კომბინირებული სიარული დაახლოებით 5-6 ლიტრი არის ამისი წვა, რაც ალბათ გასაკვირი არ არის ჰიბრიდული ძრავიდან გამომდინარე და წარმოიდგინეთ რამდენად კომფორტულია თან დღევანდელ პირობებში, როდესაც ავტომობილი არის თან მაღალი გამოვლობის და თან გიწვავთ აი ამდენად ცოტას. ფაქტობრივად პრიუსის წვავს, იმიტომ რომ მე როდესაც პრიუსი მყავდა ხოლმე ქალაქში ეგ იყო რა 5 ლიტრი, ანუ 4.5-ით დაუწევს, მაგრამ სადღაც 5 ლიტრი იყო ხოლმე ამ ავტომობილის წვა. ეხლა გეტყვით როგორი შეგრძნება ამ ავტომობილის მართვა. ეხლა რომ მოვდიოდი, ეხლა სწორ გზაზე გვიწევს სიარული, მაგრამ რომ მოვდიოდი, აი ესეთი ოღრო-ჩოღრო გზაზე მომიწია სიარული, სადაც არათანაბარი რელიეფი იყო და იცით როგორ მარწევდა, აი აკვანში მეგონა ჩემი თავი ისე, აი არანაირი დისკომფორტი, არანაირი ჯაყ-ჯაყი, აი შემაწუხებელი, არა, იმდენად რბილად ავდი ჩავდიოდით, რომ გამიკვირდა კიდევაც, იმიტომ რომ მაგალითად მე ისევ რა 4-ს ვიტყვი რა 4-ის შემთხვევაში ესეთი შეგრძნება არ მქონია, რომ ვაუ, რა მაგარი ამორტიზაცია აქვს, ეხლა ამით სადაც ავდა წავიდე, ხო? არსად არ შევწუხდები, ანუ ეგ შეგრძნება არ მქონია, ვერც იმას ვიტყვი, რომ ისეთი იყო, შევწუხდი და დავიღალე და წელი მეთქი, მაგრამ არც აი ეს ფიქრი არ მომსვლია ორგანულად, რაც მაგალითად ეხლა ამის შემთხვევაში მქონდა. სავარაუდოდ აი კიდევ ერთხელ გავუსვამ იმას ხაზს და აღვნიშნო, რომ უფრო ლექსუსის მხარეს მიმავალი მანქანა, უფრო ეგ ტიპია, ვიდრე Toyota, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მატერიალებიც უფრო მაღალი ხარისხის აქვს, უფრო კარგად გამოიყურება, უფრო მდიდრულად გამოიყურება, შეგრძნებაც არის ზუსტად ეგეთი. აი Toyota რა-ს რო შევადაროთ, ეხლა ეს მანქანა მაინც ახლა რაღაც შორს წავიდეთ, თორე ეხლა კონკურენტები რა თქმა უნდა ყველა მასთან ახლოს მდებარე მარკებში ეყოლება, იაპონურებშიც და ევროპულებშიც, მაგრამ შევადაროთ ისევ რა-4-ს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ფასითაც ასე თუ ისე მასთან ახლოს დგას. ფასაც გეტყვით საშუალოდ რა ღირებულება შეგიძლიათ შეიძინოთ. აი რა-4 არის უფრო
ჯინსის შარვალი, კომფორტული, საჯლაგუნო, off-road სასიარულო, ეს უფრო კლასიკური შარვალი. უფრო სტილამეზი, დახვეწილი, ელეგანტური, ქალაქში გადასაადგილებელი ტრასაზე სასიარულო რა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამ ავტომობილის მფლობელისგან ამ მანქანით საკმაოდ ცუდ ადგილებში ცუღლია, საკმაოდ მაღალ თოვლშიც, სადაც აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ შექმნია, პირიქით გადასარევად გაართვა მანქანამ ყველაფერს თავის შესაბამისად ამ მანქანას როდესაც იყოლიებთ, ის მომენტი არ გექნებათ, რომ ეხა აი კი ქალაქში კი წამოვიდი, მაგრამ აი ცოტა უგზოობაში გამაწვალა და მიღალა და როგორც ჩანს არა. ეხლა რაც შეეხება ფასს. ამ მანქანას ყავს 3 კომპლექტაცია. ერთი არის ეს ყველაზე საშუალო შუათანა, ასე ვთქვათ, XLE, ასევე ყავს LE და მესამე კომპლექტაციის დასახელება ცოტა განსხვავებულია, სამწუხაროდ აღარ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული მარტო დასახელება ეხლა არაფერს არ მოგწევთ. შინაარსობრივად გეტყვით, რომ ეს კონკრეტული ღირს საშუალოდ $20,000 ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველაფერს გათვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ადგილზე ყიდვა, ჩამოყვანა, გაკეთება, გამბაჟება და ასე შემდეგ. 2020 წლიდან გამოდის ეს მოდელი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონის ფარგლებში უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ეს მანქანა 20,000 თუ გაქვთ ახლა და გინდათ რომ რაღაცა კარგი მანქანა იყიდოთ, მე მგონი ძალიან კარგი ვარიანტია თავისი მონაცემებით, კომფორტითა და ვიზუალიდან გამომდინარე. ამიტომ ეხლა კიდევ ერთხელ გეტყვით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია Trust Imports, რომელიც მოგიძებნით და ჩამოგიყვანთ ძალიან კარგ მანქანას ძალიან მაგარი ტარიფით. აი Trust Imports აქვს ისეთი ტრანსპორტირებაზე ისეთი ღირებულება, რომ რავი, აი მე მაგალითად მანამდე თუ მქონია სხვა იმპორტიორ კომპანიებთან შეხება, ესეთი კარგი ფასი არასდროს არავისგან არ მიმიღია, როგორც მაგალითად Trust Imports აქვს. ამიტომ ცდად ღირს თქვენი რა მიდის, გარდა იმისა, რომ კარგი ტარიფი აქვს, მომსახურება აქვს იდეალური და ამას შარწმუნდებით თქვენ თუ როდესაც გამოცდით და მე უწევ ძალიან დიდ რეკომენდაციას. ხო, ფასებზე ვსაუბრობთ კაცსაც წავედით. $20,000 არის ამ ავტომობილის საშუალო ღირებულება. ამაზე დაბალი კომპლექტაცია, სადღაც $2-3,000-იანი სხვაობებით შეგიძლიათ ივარაუდოთ რა. უფრო დაბალ კომპლექტაციაში სამწუხაროდ არ ვიცი რა ხდება, სავარაუდოდ ნაჭრის სალონზე იქნება და ნუ რაღაცით ეხა უფრო ნაკლები იქნება ამ ავტომობილზე. ამის მაღალ კომპლექტაციაში სამაგიეროდ არის პანორამული ჭერი, უფრო დიდი მონიტორი და შეიძლება რა გარკვეული ფუნქციები, აი მაგალითად უკანა გზავრისთვის ამ შემთხვევაში თუ არანაირი კომფორტი არ არსებობდა, იქ შეიძლება უკვე რაღაცა იყოს, რომ მაგალითად კლიმატი თვითონ არეგულიროს უკანა მგზავრმა და ესეთი რაღაცეები. კიდევ რითი განსხვავდება Toyota RAV4-ისგან, ანუ რითი ჯობია Toyota RAV4-ს უფრო ესე ვიტყვი. Toyota RAV4-ისგან განსხვავებით ამ მოდელში აბსოლუტურად ყველაში არის ლითიუმის ელემენტები წარმოდგენილი, Toyota RAV4-ის შემთხვევაში ყველაში არა. გარკვეულ მოდელებში, ანუ გარკვეულ კომპლექტაციებში. ლითიუმის ელემენტები არის გაცილებით უფრო ხანგრძლივ სიცოცხლის უნარიანი, შესაბამისად, უფრო ნაკლებად გექნებათ იმის შანსი და მოლოდინი და რისკი, რომ ის ელემენტები გაგიბურჩდეთ და შესაძლოა გაგიხდეთ. ასე დამგვარად, რა ვიცი, მე ვფიქრობ, RAV4-თან მიმართებაში ბევრად კარგი ავტომობილია. ვიზუალით ახლა ვერ ვიტყვი, რომ ეს ჯობია თქო, იმიტომ რომ RAV4 ძალიან ლამაზია, აი ეს ბოლო კუზაო რაც არის, გამოსული 2019 წლიდან არის ძალიან ლამაზი და სხვათა შორის RAV4-ის წინა მოდელს თუ შევადარებთ, აი ბოლოს წინა რაც იყო, იმას უფრო წააგავს ახლა ეს ცხვირი, უფრო გრძელი ცხვირი რო აქვს, ვიდრე ახალ RAV4-ის წინა ცხვირი მაგალითად ამაზე მეტად უფრო მომწონს ეს ჩამოჭრილივით რომ აქვს. ვიზუალი იმასაც ძალიან ლამაზია, უბრალოდ RAV4-ში თუ ძალიან მაღალი კომპლექტაცია არ ყავს, სალონი აი არაფერი არ არის საერთოდ რა, ანუ საერთოდ არა. XLE იყო, თუ არ ვცდები, ცოტა ხნის წინ ამ ვიდეოში SOS რო შევადარეთ და ნაჭრის სალონზე იყო და აი არაფერი განსაკუთრებული, არანაირი მაღალი კლასის შეგრძნება იმ სალონში არ გექნება და კომფორტით დიდად ვერ. და აი ეგ არის, რომ ეგ განსხვავება ეხა ამათ შორის სალონში ეს ვენზა ბევრად ჯობია. ასევე ჯობია როგორც გითხარით მართვაში, იმიტომ რომ იქ როგორც თქვი, არ მქონია შეგრძნება, რომ რა კარგად დადის და რა სირბილე და რა სისათუთე. არ მქონია ეგეთ შეგრძნება, რაც მაგალითად დააქ. ამ მანქანით მართლა ძალიან ვისი ამოვნე. ხო და
ფასი ვფიქრობ, რომ თითქმის ეხლა შეიძლება ცოტა ის იყოს კონკურენცია გაზრდილი იქნება, იმიტომ რომ დაბალწლიან ავტომობილებს უკვე ვერავინ აღარ ყიდულობს. მოთხოვნა უკვე წამოვა 2020 წლიდან ზევით ავტომობილებზე და შესაძლებელია ახლა 20,000 თუ იყო მანქანის ჩამოყვანის ფასი აქამდე, იმიტომ რომ ეს მანამდე არის ჩამოყვანილი, ახლა ცოტათი გაზრდილი იყოს, მაგრამ არც რა 4 არ ჯდება, უფრო ნაკლები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ერთი და იგივე ფასი აქვს და საბოლოო ჯამში ამას გაცილებით უფრო კარგი კომფორტი აქვს. ახლა ცოტა სწორზე გავიდეთ და აი გაჩერებულიდან ჩავაჭროთ და ვნახოთ, მაინტერესებს რეაქცია როგორი იქნება. 0-ზე ვართ. გადავვრთ მოდი სპორტში. სამი რეჟიმი ხომ აქვს ეკო, ნორმალი და სპორტი და კიდევ აქვს EY, ანუ უფრო მეტად ელექტროდრო იაროს ეგეთი რეჟიმი. ეს გავთიშოთ არ გვინდა. კაი, წამოვა. ვა, საღო. ამითი ამ გონზე თუ გახვალ, ნამდვილად არ გიღალატებს. ეხა რას უნდა ელოდებოდე, ხო? SUV არის 2.5 ჰიბრიდი, მაგრამ არა, ჩაჭერისთანავე ისეთი კარგი სტარტი აიღო, რომ საღო. აი, ამით ეხა რა თქმა უნდა, გაზაობა არავის არ უნდა და ეს არ არის სპორტული ავტომობილი, მაგრამ აი რაღაც მომენტი როა რა, სადაც გჭირდება რომ ავტომობილი გამოყვეს და რო აჭერ კი არ იფიქროს, არამედ ეგრევე კონდეს რეაქცია, ეგ ნამდვილად აქვს. მაგარია რა. აბა, რა სიტყვით მეგობრებო ამ ავტომობილზე? მე მგონი ძალიან კარგი მანქანაა რა. ვიზუალურად ლამაზია, ინტერიერი ძალიან ლამაზია, კომფორტულია, რბილია, კარგი სატარებელი. ქალაქშიც გამოგადგებათ, უგზოობაშიც არ დაგწყვეტთ გულს. ფასით საკმაოდ მისაღები აქვს. სხვა მისწლოვანების კონკურენტებს თუ გავითვალისწინებთ, წვა უმაგრესი აქვს და გამძლეობა ახლა Toyota-ს გამძლეობა კი ვიცით ყველამ და აღიარებულია. ასეა თუ ისეა, ნუ ცნობილია რომ Toyota საკმაოდ გამძლე ავტომობილია. აუცილებლად გამოიწერეს ჩემი არხი, ძალიან დიდი თხოვნა, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი мотиваცია. გამომწერების მომატება და ხალხის აქტიურობა. მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი, იმიტომ რომ ყველა კომენტარი არის მომგებიანი და თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ სოკარისგან 50 ლიტრის საწვავი. დროებით მომავალ შეხვედრამდე.